სხვათა შორის ჩვენ ოპერატორი კი შიგნით შემოვიდა ჯერ და მე შემოვიდით ჩვენ. იგველოდებოდნენ კი ეგრე. გამარჯობა. ჩემი უმშვენიერი ცხადო, მასზე მშვენიერი ქეთი და რა თქმა უნდა ყველაზე მშვენიერი აჩო მოგიხალმებით საიდან? ებრადა. აქ მასპინძელი ყავს, გამარჯობა. გამარჯობა. კიდევ ერთხელ გამარჯობა. თქვენი მოგზანება სტუდია ებრაში კერამიკის ჯადოსნურ სამყარო. მართლა ჯადოსნური აქ ვერ მეტრო ულამაზესია, გულწრფელად აქამდეც თქვი და ეხლაც ძალიან ლამაზია და თან სასწაული ენერგია. რაღაცნაირად კარგი ენერგიით აიფსება. ეგრეა ნაგია. შემოდიხარ. ნუ შექმნის პროცესში, რომელსაც დღეს პატარა მასტერკლასის სამსახურებული მასტერკლასი ცხადოს. ჭირდება აშკარად. ცხადო, წავიდეთ? წავიდეთ. წავიდეთ. ბატონო ლევან, აბა გითხარით რა მოგვიმზადეთ, უბრალოდ ცხადოს რა მოუმზადეთ დღეს? კი ბატონო, დღეს შეგვიძლია გამოვძერწოთ სასურველი ფორმა. აქ აქვს სხვადასხვა ფიგურა. ამას ფაქტობრივად ცხადო წყვეც ყველაფერს რა უნდა გამოძერწოს რა რა ფორმა. თქმა უნდა, თამადა ცხადოა. საჭმელები ხო გემრიელი დავამზადეთ ყველაფერი და ახლა უკვე კერამიკაზე გადავედით. რისი გაკეთება გინდა, გიფიქრია? იცი რა, სხვათა შორის რო შემოვედი, მაშინვე თვალში მომხვდა დაფები. ძალიან მაგრად მიყვარს ყველი და ღვინო საღამოობით და რაღაცა მგონია რომ ძალიან დიდი სიამოვნებით მეკრებოდა მაგრამ ჩემივე დამზადებული ხმელის დაფა. დარწმუნებული ვარ, ძალიან ლამაზი გამოვა. თქვენი რეკომენდაციები დასჭირდება აუცილებლად ტექნიკურ ნაწილში. ის პრაქტიკულად ყველაფერი შეიძლება გაკეთდეს, მათ შორის ყოლის დაფაც. თავარი ახლა ფორმა, თქვენ თვითონ თავარი სირთულე რა ექნება თქვენი აზრით ხევარ? თავარი სირთულე, ნუ პირველად გაკეთების სირთულე როგორც ნებისმიერ საქმეში რა თქმა უნდა არსებობს, მაგრამ თანდათან ჩვენი დახმარებით ცხადო პირველია? პირველია ჩემთვის, მაგრამ აი რა ვიცი, მე ძალიან რთული მგონია ეს ყველაფერი, იმიტომ რომ რაღაც ძალიან დიდი შემოქმედება არის, ვფიქრობ. მოგიძერდიათ ბავშვობაში. კი. რამდენი ხნის წინ იყავი ბავშვი? მანდაც ცოტა გასაგები კითხვა არ გვინდა. მაშინ ჯერ ფერადი ეკრანები არ იყო. ნუ თავს ეგრეთ არ არის საქმე. ისიც უნდა ვთქვათ, რომ რაღაცები გაუადუროთ, უკვე გაბრტყელებული, ესე ვთქვათ, სწორ კონსისტენციაზე მიყვანილი თიხა დაახვედრეთ. ხო? კი ბატონო. და უფრო მარტივად გქონდა. რამე უნარჩვევა არის საჭირო, მაინც სანამ თიხაზე მუშაობას დავიწყებდეთ? ნუ პირველ რიგში ხედვა, თქვენი წარმოსახვის მიხედვით რომ ფორმა მიიღოთ ესეთი რისკენაც მივდივართ და ხელი რომ დაამუშავოთ ეს ფორმები, რადგანაც აწყობთ იმ და გემოვნება ცოტა არ გვაწყენდა? გემოვნებია. ხო, რაღაცა ცოტა მეც თუ იფიქრებ, იქნებ ლამაზიც გამოვიდეს თან. დავიწყეთ. სწავლების დრო. კი ბატონო, ეხლა გამზადებული გვაქვს თიხის პლასტი, როგორც ხედავთ, პლასტები, რომლიდანაც გამოვჭრით სასურველ ფორმას, რახან ყველის დაფაზე შევჯერდით, ეს ჩვენ გვაქვს ასეთი შაბლონები სხვადასხვა ფორმის, რომელიც გნებოთ შეგიძლიათ აიჩიოთ სიტყვაზე ამ სამიდან, იმას გამოვჭრით მაგ პლასტიდან. არჩევ. მე პირველი მომწონს. ეს. მოდი ეს გავაკეთოთ იმ ფორმას. თან ბევრი ყველი დაეტევა. ცოტა აღმოსავლური, ცოტა ესე კარგია. ლევან, ეს ციხა სანამ აკონდიციონდა მივიდოდეთ, ეხლა მე ხელში რას ვათამაშებ ესეთია. უბრალოდ გაბრტყელებული ხო, არაფერი სხვა არ გაგიკეთებიათ ჯერ. მოზედილი თიხა, რომელთავიდან იძლევა უნებრივია რომ კარგ მდგომარეობაში იყოს და ემორჩილებოდეს ძერწვას. ჰომოგენური რო გახდეს. ხო. და ამის შემდეგ უკვე შეგვიძლია გავაბრტყელოთ და ახლა გამოვჭრათ. კი ბატონო, ესე პირველ რიგში ამ ფორმაზე ვჭრით თიხას? ხო, უნდა შემოვავლოთ. ხო, აი გაშემოწერილო, ასე ვთქვათ, დანით რომ შემოვუაროთ, ხო მოიჭრება. ხო. ამ ზედმეც მოვაცლებ და დაგჭირება მხოლოდ ყველის დაფა, რომელზეც უკვე შეგვიძლია დავაძერწოთ რავი ფოთლები თუ სხვადასხვა ფორმები. ეს უკვე თქვენი იდეაზეა დამოკიდებული, რაც მოგესურვებათ. დავიწყეთ. აბა? ძირითადი ფორმა მივიღეთ. შაბლონი რაც იყო, ვაღიარებ რომ ის არის. ერთ-ერთი. მე სადინი წინასწარ რო იკითხე, პირველი უნარი ერთ-ერთი გითხრა რომ ხელი უნდა გიჭრიდეს და აშკარად ეგ უნარი გაქვს. შემდეგი ეტაპი. როგორც ხედავთ, ცხადო პირველივე ცდაზე არაჩვეულებრივად გამოჭრა ფორმა. აშკარად ტალანტი იმალება თქვენში. ეხლა ეს ნაპირები რო დავამუშავოთ, ვიყენებთ
ესეთ ღრუბელს, ღრუბელს, რომელიც წყალში უნდა დავასრულოთ და შემოვატაროთ, გადავუსვათ, რომ თიხა არ გამოგვიშრეს და ნაპირები გახდეს უფრო ესეთი რეალად შვენიერი. ჯუდი. ო, აი. ბატონო ლევან, მოდი ებრაზე მოვყვეთ ხა ცოტა მეტი რამე, იმიტომ რომ სამზარეულოს ომების მაყურებელი უკეთ გაიცნობს და უფრო მეც გაიგებს თქვენგან. პირველ რიგში როდის გაიხსნა? რამდენი ხანი არსებობთ? დაახლოებით 3 წელია, რაც სამსუქით საზოგადოების წინაშე. ნელი-ნელი ნაბიჯებით წინ მივდივართ, უფრო და უფრო ვაფართოვებთ ჩვენს პროდუქციას, სამუშაოს, სიახლეებს. სახელოსნოც აშკარად გაიზარდა ხო? ბატონო, თავიდან მხოლოდ ამ ოთახში დაიწყო და შემდეგ თანდათან გავორმაგდით რამდენჯერმე. მიხარია. კეთო ლევანი ჩანს თავდაბალი ადამიანი და მოდი კითხე პირდაპირ რაც ყველაზე მეტად გვაინტერესებს საწყისებზე კითხე თავით თვითონ არის საგონების წყაროზე უკითხე ჩვენ უკვე ვიცით და მე მინდა მაყურებელმაც მოისმინოს საერთოდ იდეა საიდან გაჩნდა ებრას გახსნის ანუ კერამიკული სტუდიის გახსნის ეს კერამიკანო თიხაზე მუშაობა ჩვენი ოჯახური ტრადიცია არის მამაჩემს ჰქონდა თავის დროზე სახელოსნო ქართულ წითელ თიხაზე მუშაობდა სადაც უნებრივია მეც დავდიოდი და იქ ვეზიარე ამ პირველ ნაბიჯებს კერამიკის. მაგის კითხები და ასაკს. მაშინდელს. მაშინ. და პირველად იხას შეეხეთ ესე, რა ცნობიერად. 12-13 წლის დაახლოებით რა, 90-იანების პირველ ნახევარში. პირველი ნამუშევარიც პარემაქვე. რა იყო? წითელ თიხაზე იყო? კი, წითელ თიხაზე იყო, ესეთი პატარა ფიალასავითი იყო და სხვათა შორის იმაზეც ეს ვაზის ორნამენტი გავაკეთე. რა სიმბოლურია. ცოტა კი დამიგვიანდა 13 წლის ასაკთან და თუ შევადარებთ ჩემს. არა, ეხლაც აქტუალურია ჩვენთვის, იმიტომ რომ ჩვენი ემბლემა, სიმბოლო ქვევრი ვაზით მორთული, ზუსტად მაქედან მოდის. ანუ თავის დროს მამაჩემ აკეთებდა ასეთ ქვევრებს და არა მარტო. და დავუტოვეთ ამ ოჯახური ტრადიციის სიმბოლოდ ეს ვაზი, რომელიც ძალიან ქართულიც არის თან ამასთან. რა თქმა უნდა, ქართული, ტრადიციული, ნუ უძველესი ღვინოსთან დაკავშირებული და ყველა სიმბოლო ქართული, რაც ყველაზე ძველი და ძვირფასია. ერთიანდება. ამასოჩი დაწინაურდა. ამასოჩი დაამთავრა. ჩემი სილამაზე. რა ეტაპზე ხარ ცხადული? რა ეტაპზე ვარ და ეხლა უნდა გავუკეთოთ. ხო სწორად მივხვდი. კი, ნახურეთი, რომელთაც შესაძლებელი იქნება დაკიდება ამ ყველის დაფის. აი, ესეთი რაღაც ვარიანტები. მაგრამ შენ ძალიან კარგი დასაწყისი. ეს. ეხლა მოდი. კეთო, შენი აზრით. ცხადო წრედზე მოდ გავუკეთებს თუ ქვემოთ ფსონები? ქვემოთ. აჰა, დავინახეთ. მე მეცეგრების ავდი. ცოტა მე ხა სწორად. ვაზის წრემლი ხო არ გინდა წრემლის. წრემლების შორს. არა, მას წრემლი მიყვარს იყოს. ის ხარულის წრემლი. ხო, ცივი ვაზის. აუ, რა კარგი შეგრძნება ესე. ჩადდის. აბა, ამოყვა. ბაბა. მოდი ლამაზო, მოდი. ეგარი, ლამაზია. ალბათ ხო აიგონეთ, ხო ეს უ შევასწორო. სადო, როგორ აპირებ გადანაწილებას ორნამენტების, აბა მოყევე. მე ვფიქრობ, რომ ეს ერთ მხარეს შეგვიძლია რომ გავაკეთოთ რაიმე ნახატი და მეორე მხარეს ყველს როცა დაავაგებ, რაღაცა ისე იქნება რა. მიზეს სწორად აი უსინდისო ვიყო. პირველი ვფიქრობდი მაგაზე, რომ ესეთი ნამუშევრები ხარ რაც აგდებს, ამაზე რომ რაღაცებს დაალაგებ და ის დაიკარგება. არ მომწონს და შენ ჭკვიანი კაცი ხარ. ანუ შენ ნაშრომს სააშკაროზე დატოვებ და საქმისთვის სისადავე ოქროს ბიჭი. მაგრამ რო აიღებ, კი დაცარიელდება ეს გამოჩნდება. მართალია, ქართული სუფრასავით სუსაუსა იქნება. მოკეთ, სამ კურდღელს ერთად ვიჭერთ რა. ორნამენტებს რას ვაკეთებთ, აბა გადავერთოთ ისე პროცესზე. ყურძნის მარცვლები უნდა დამზადდეს, ხო, ხო? შეგვიძლია თავიდან რაღაც მონახაზივით გავაკეთოთ რა. საით რა, ხო? კომბინაცია გვინდა გავაკეთოთ ანუ ვაზის, ტოტის, ყურძნის. ეს მეგონი რომ შევაბუნო ჯობია ხო რომ ხედვა ასე ვთქვა სწორად ის რახან ლევან რა დაფაზე ძვიდებს ეს ხის დაფზე თუ ხის არის ეს ხის არის ამიანად შედის ღუმულში არა თუ აქედან როგორ გადაგავთ მე ძალიან საინტერესოა ეს რო გაშრება ჩვენ არ უსაფრთხო ამის გადადანა ნუ ალბათ ცოდნა დაჭირდება მაინც ხმელი ტალახი რო წარმოვიდგინოთ ეგეთი ხდება
ნუ აქ ისე მომიქცე უნებრივ რომ არ გატყდეს. პირველ გამოწვევას რო გაივლის, მე როგორ ყარი ხდება, როგორც ახლა ესენი არის, რომელზეც უკვე მოხატვა მიმდინარეობს. და მოხატვის შემდეგ უკვე მოჭიქურება, ანუ ბზინვარე რაც აქვს, ბზინვარება რაც აქვს. შუშის ფენა რო წარმოიდგინოთ ზემოდან ეს ფარავს და შემდეგ იცავს ამ ნახატს. მაშინ უკვე დასრულებულია. ეს მოჭიქურება არ გამოიყენებოდა მამა თქვენის პერიოდში, როგორც ხდები, იმიტომ რომ წითელ თიხაზე მე არ მახსოვს, თუ იყო. თლათ ესეთი ტიპის არა, მაშინ ცოტა სხვანაირი ტექნოლოგიები იყო, უფრო ნაკლები არჩევანი იყო ფერების და უფრო ძირითადად გეომეტრიულ ორნამენტებზე იყო აქცენტი გაკეთებული და ეხლა უფრო მეტი ტექნოლოგია შემოვიდა პრაქტიკულად ყველაფრის დახატვა შეიძლება. ისე ძალიან მაინტერესებს თქვენი მიმართულება. რამე კონკრეტული მიმართულება გაქვთ აღებული, რაც შეეხება თუნდაც დააფებს ან სამზარეულოს ინვენტარს თუ უსაზღვროა გასაკეთებელი? პრინციპში რაც კეთდება კერამიკით, პრაქტიკულად თითქმის ყველაფერი გვაქვს, ქოთნები, ჭურჭელი. სანათებსაც ხედავ ახ ულამაზეს. სანათები, ხელსაბანი სარკეები ხო მართლა საოცრად. ხელსაბანი სარკეები, ბევრი რაღაცა, პრაქტიკულად ყველაფერი ფუნქციური არის, არ მარტო ეს არ არის, რომ რაღაც ლამაზ დეკორატიული დადე და მორჩა. თუმცა ეგეთებიც არის, ეს სიტყვით ვისაც რა მოესურვება, ყველაფერს გავუკეთებ. კი, პრინციპში შეკვეთებს მათი იდეებიდან მიიღებთ ხო? ხო, კი, მათთვის სასურველი ნახატით, ფორმით, ზომით, ყველაფერს. შეზღუდულები არ ხართ არანაირად. გავაგრძელოთ. არტია თან გამოიყენება ყველაფერი ერთად არის და ძალიან კაია და მართლა ძალიან კაი კომფორტია. მე რასაც აღნიშნავდი კიდე თითოეულ ნამუშევარში რაღაცნაირად ეს ერთ ფორმაშია თითქოს მოქცეული და ფერებიც და რაღაც ეს თითქოს ერთი შეხედვით პასტელური, თითქოს ერთი შეხედვით რაღაც და ძალიან მომწონს რა მოკლე და ძალიან ლამაზია მართლა აქაურობა და იმედია სხვა ფერი აქვს დამეთანხმები კერამიკის ფერს. ხო თითქოს არ ფერია აბსოლუტურად მართალია. კერამიკაზე აბსოლუტურად სხვანაირად აღიქმება და სხვა სიამოვნებას განიჭებს. ანუ მოდი ეხლა. აბა დავიწყო. ეხლა დავუდგეთ რეალობაში, შენ რეალობაში ოღონდ, აქეთ კაი რეალობა, მაგეთ რა. თეორიული საუბარი აი თქვენი წარმოსახვევა ტოტი როგორ უნდა ჩამოვიდოდეს პირველ რიგში ეგ ოხაზოთ ზოგუკაც საით იქნება ყურძენი საით ფოთოლი და მე უკვე გავაკეთებთ ამ ყველაფერს რელიეფური ფორმებით. აბა დავიწყოთ. ბატონო, თქვენ აუცილებლად ჩაერიეთ, თორემ მართლა ვერ წავალთ დღესაკე და ერთადერთი მომენტია. თან შეშუალები ხართ რეალურად სწავლებას, იმიტომ რომ კურსებსაც ატარებენ კერამიკის ყოველზეა. ერთ-ერთი სიტყვა, ვისაც უნდა რომ ჩემზე ცოტა ნიჭიერი გამოვიდეს და რაღაცები უფრო უკეთ ისწავლოს, ვიდრე მე. მე მგონი ცოტა დროსა და სივრცეში ავწდი რეალობას, მაგრამ არა უშავს. ვის შეუძლია აქ მოსვლა? 10 წლის ზემოთ ყველას შეუძლია მოსვლა. სადაც აი ასე შეიძლებათ როგორც ძერძვის შესწავლა, ესე მოხატვის, ერთ სიტყვით მთელი პროცესი რაც შედის ამ კერამიკაში, ყველაფერს გაეცნობიან. სხვადასხვა მოყვარულის დონიდან დაწყებული, თუ ხანგრძლივი მიზნები ამოძრავეთ პროფესიონალის დონემდე, ყველა საფეხურს გაივლიან ჩვენთან მოთმინებთ და ამ სწავლის გარდა რა თქმა უნდა თვითონ პროცესი ეს ცნობილია თერაპიასაც გაივლიან მე ვაღი არის ესეთი რომ აი ჩვენი მოსწავლეები ხოლმე სტადიან დროის შეგრძნებას კარგავენ და აქ ძალიან ბედნიერად კარგად ზნობენ თავს მეგობრული ატმოსფერო გვაქვს და პროფესიონალი მასწავლებლები დანარჩენ საკითხ ხედავთ კიდევ აბა ეს ნამუშევარი ახლა უნდა დავასრულოთ დავიწყოთ და დავასრულოთ ცოტა ხანი ხო ახლა ჩაება დავჭირდა მარტივად ეს მთავარი ღირებულება და სიტყვაზე წარმოვიდგინეთ რომ ყურძენი ამ ტერიტორიაზე უნდა იყოს გავაკეთოთ ამ ყურძნის ყუნწი აქეთ და ახლა ფორმიდან გამომდინარე თქვა ერთი ფოთოლი ალბათ აქეთ წამოვა მოკეთ ვაგრძელებთ ჩვეულებრივად ეს რაღაცას ნამდვილად მსგავსება ხედავთ შეხედეთ რაღაც ფორმებს უკვე იღებს რაღაც ახმადია აი ჩანაფიქრში ასე ისეთია როგორც გინდოდა ხო ყურძენი გამოგვივიდა კი თუ იმაზე უკეთესი იმაზე უკეთესი ხო და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია
როგორიც გინდა და შენი ფანტაზია სადამდეც გაგიშვებს იქამდე შეგიძლია რომ ყველაფერი გააკეთო. ძალიან კაია. აღიარე ხო მიიღე ხო დიდი სიამოვნება პროცესი. აუ მართლა ხალხო, ძალიან კარგი ენერგიით შევივსე. მადლობა მინდა გადაგიხადოთ, იმიტომ რომ პირველ რიგში ცხადოსთვის ძალიან კარგი გამოცდილება იყო. ანტისტრესი იყო, რაც სჭირდება ამ დაძაბულ ბრძოლებში, რაც სამზარეულოს ომებში აქვს მას და მის მეწყვილეს, რომელსაც მოვიკითხოთ აქედან. და მაგარი მაყურებელიც გავახალისეთ, ხო? არა მარტო მაყურებელი. აჩას დამუშავარი თუ შეიძლება შეგვიფასეთ. თქვენ და ვინც დაინტერესდება მაყურებელს, როგორც უკვე მოგახსენეთ, შეუძლიათ მოვზანეთ ჩვენ სახელოსნოში. ეს ყველაფერი თავის ხელით გააკეთონ, მიიღონ სიამოვნება, ისწავლონ და შემოქმედი. შემოქმედებიდან მეკთემოდა ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა არ დაგვისვამს. მაქვს რამე შანსი მე ცხადოსგან განსხვავებით? შეგიგავთ. რაც შევძელი ეს არის, მაგრამ მართლა ჩვენს მაყურებელს აუცილებლად მოვუთხრათ, რომ ეს გარდა საქმის და ხელობის სწავლისა არის ძალიან კარგი ანტისტრესი, რაც თანამედროვეობაში მოდება ღიროთ ყოველს გვჭირდება რა. ანტისტრესი გვჭირდება. ჭირდება. ამიტომ ძალიან დიდი მადლობა თქვენ ესეთი მართლა პოზიტიური დღის ჩუქებისთვის ჩვენთვის. ხო და რაღაცა დეტალი არ უნდა გამოგვიჩნდეს. საერთოდ ბაბუას უყვარს საჩუქრები და ჩვენც გვიყვარს თქვენთვის გვაქვს პატარა სიურპრიზი, რომელსაც ახლა გადმოვცემ. რა მაგარია რა. რა მაგარია. რა ლამაზია, ხო? ხადო ეს შენი ხელით უნდა მიიტანო სამზარეულოს ომებში და გადასცე. ეს რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია თანამედროვე სამყაროში, ამეთი დროსაც გააკონტროლებთ. თქვენი გადაცემის სიმბოლოც არის და აი ისრებიც კი დანაჩანგალია. აუ რა მაგარია. აი ეს არის საოცარი საჩუქარი. მოდი ვაღიაროთ პროდაქშენი ცალკე გავახაროთ ამით და ჩვენ დავუნიშნოთ მათ ამ საათით დრო. ნამდვილად. საჩუქარი მოგვაქვს დღეთვის. აუ უღრესი მადლობა. საოცარი დახვედრისთვის საოცარი გამოცდილებისთვის და საოცარი პოზიტივისთვის, რაც ჩვენ ახლა მივიღეთ. აი სიამოვნებით მიგივებ ყოველთვის ჩაწერის გარეშეც. ოკეი. კარგად.